უნდა რომ გამასწროს, მაგრამ ჩემი ფეხები. დიკაია, რიცა, იმაიაცა, რიცა. საკმაოდ სტრესული გზა არის და ეხა ჯუბა სტრესში არის. ძირითადი მრბოლელი არ არის ფორმულა 1-ის, მაგრამ შეხედეთ იქ რას აკეთებს. დავე დაიწყე. ესე იგი მეგობრებო, წყალტუბო გრან-პრი მოგესალმებით. არა, კაცო. გამარჯობა მეგობრებო, მოგესალმებით წყალტუბო გრან-პრიდან. დღეს ჩვენ წყალტუბოში გავაკეთეთ ერთი სიტყვით ერთგვარი პატარა ტრეკი. ეხა განახებთ ტრეკს. ეს არის ჩვენი ტრეკი, ულამაზესი, ყველაზე რთული რა, ტექნიკურადაც, ისედაც ასედაც ძღოლებისთვის ძალიან სტრესული გზა არის, მაგრამ ჩვენ პროფესიონალური ძღოლები ყავს შესაბამისად ეს პრობლემას არ წარმოადგენს და ეხლა განახებთ კაროჩე რა მოხდება. ამ ტრასაზე ჩვენ ვიდრიფტავთ BMW E30-ით, ვანახოთ BMW E30-მაც და ხელში ავიღებ. აი, ამ E30-ით ვიდრიფტავთ და რბოლასაც ჩავატარებთ, იმიტომ რომ რბოლის სარბოლო საბურავებს დავაგებთ და მე ვიდრიფტავთ. ერთი სიტყვით დრიფტი იქნება უბრალოდ სანახაობრივი, გავყვებით ერთმანეთს, ვეცდებით რომ რაღაცნაირად, კაი ვიდეო გამოგვივიდეს და რბოლაში შევეჯიბრებით მე და ჯუბა ერთმანეთს და ესა და ეს იქნება სულ, ამიტომ ბევრს თავს აღარ მოგაწყართ და გადავიდეთ პირდაპირ პირველ ეტაპზე, რომელიც იქნება რბოლა. ესე იგი მეგობრები, ეხა განახებთ თუ როგორი იქნება ჩვენი ტრასა. ეხა ჯუბა გაივლის ერთ საპატიო წრეს, ჯუბა დაიწყე, აქედან იქნება სტარტი. ერთი სიტყვით აქედან მივდივართ, შემოვლით აქ. მე აქ უნდა გადავეწყოთ, ისე უნდა შემოვაროთ, გარედან შევდივართ დიდ მოსახვევში და 180 გრადუსიანი კუთხით უნდა შევიდეთ აქ და მოვდივართ ისევ სტარტის ხაზთან. ეს იქნება ჩვენი სარბოლო მონაკვეთი და პირველი დავიწყებთ დრიფტით, გავყვებით ერთმანეთს, შევეჩვევით ცოტა ტრასას და ამის შემდეგ დავიწყებთ უშუალოდ რბოლას. აბა ჰეი. ეხლა შემოგთავაზებთ ინდივიდუალურ დრიფტის ვიდეოს, რადგან ერთმანეთს ვერ მიყვებიან, ორივე დამწყები ის არის, რა ქვია, რეისერი, დრაივერი. ცდილობა აქვს თუ ერთმანეთს გაყვნენ და კაი ვიდეო გამოვიდეს, მაგრამ არ შეუძლიათ, პატარები არიან, გაიზდებიან. აგერ ეს მაღაროელი ბიჭუნა მოგვაგონეს მულტფილმის გმირს, რომელსაც წითურით მაქვს სახელი არ მახსენდება, იქნებ თქვენ გაიხსენოთ. ეს ბიჭი კი რავი რა, სოფელში მეველეები რო არიან. კაი ძმაო, აბა ჰეი, დავაი დაუშვით სიმო. 1, 2 და 3. უნდა რომ გამასწროს, მაგრამ ჩემი ფეხები, ვიდო, უსტეინ ბორტია. ამან რაცხა იფორხიალა, ახლა მეორე ჯერია. დაწყება იდეალური. გაგძელება თლასასწაული, გონი თეთრი და შავი ღვინო არეული აქვს, 1, 2 და 3. დიკაია, რიცა, იმაიაცა, რიცა. ოპა. შვენიერი მეგობრებო, უკვე დარტყმით დაიწყო. გონი კომპიუტერზეა ეს მანქანა შესაერთებელი, უკვე ამგონი ამერიკიდან პირდაპირ ქუთაისში ჩამოვა. მოდი მეგობრებო, კაროჩე მეორე გავლა, მესამე გავლას ვიცეთ და ერთი ნორმალური ან როგორც თქვი, საკმაოდ სტრესული გზა არის და ეხა ჯუბა სტრესში არის. ამიტომ მივცეთ საშუალება, რომ ცოტა პრაქტიკი გააკეთოთ და მე ვეცდებით რომ შემოგთავაზოთ რა. აი, კაროჩე რა. აგერ მეგობრებო, კიდევ ცდილობთ და ბედის მონახევრია ჯუბა. არ ჩერდება და ის ისევ აგრძელებს. ნანა. ისმის ანგელოსთა სიმღერა და გალობა. ვა, ეს ნამდვილად მაგარი იყო. კაროჩე ტვინი ამ ბიჭმა რა. რაგორად შემგან არ გამოამ. დავდი რა. დავაი. ის არ ნებდება, სანამ მანქანის კარდანი არ გატყდება. აი, როგორ მიყვება ნიკა, როგორ გულშემატკივროს მიწმოწი. აუ, კაროჩე, იდი წავე ძარს. აი, всё ბოლოს. არ ამ აგერ კიდევ ერთხელ ცდილობს 2050 წელია, ჩვენ ისევ აქა ვართ. არაფერი არ იცვლება, ჯუბა ისევ წვალობს, შრომობს, მაგრამ მაინც არაფერი გამოდის. ის ძირითადი მრბოლელი არ არის ფორმულა 1-ის, მაგრამ შეხედეთ იქ რას აკეთებს.
მეგობრებო, პირველად გამოვიდა მათ 12 წლის განმავლობაში. ოი, ბლია. და შეხედეთ, როგორ აბიტურებს ნიკას. თავზე გადაისხა, ეხლა რაღაც დაემართება. აუ, დასტუკა მატორმა. მეგობრებო, გადავცვალეთ საბურავები, დავაკეთეთ რბოლის საბურავები, ანახე მანქანები და ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენი მანქანები გახდა ახალ 4-ჯერ 5-ჯერ სწრაფი. რაც იმას ნიშნავს, რომ ამ პატარა ტრასაზე მათი კონტროლი და ტარება ბევრად უფრო რთული არის. ამიტომ, როგორც ბატონი გიორგი აღნიშნავს მალე, აქ ყველაფერი დამოკიდებული იქნება მძღოლზე, მისი სწრაფეზე, რეფლექსებზე და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ამიტომ მოდი ბევრი აღარ ვილაპარაკოთ და 3 რაუნდი გვექნება. 3 რაუნდში ვინც მოიგებს ყველაზე მეც, 3 რაუნდი არის 3 წრიანი. 3 რაუნდში ყველაზე მეც ვინც მოიგებს, ის იქნება გამარჯვებული და დღეს ამით დასრულდება წყალტუბო გრან-პრი. ჩვენ გიბრუნდებით ისევ, ახლა იქნება რბოლა, ეგ ეწოდებული რეისი, რომელიც გათვლილია სისწრაფეზე, სისხარტეზე, ზუსტ მანევრზე. და მოდით ნახოთ ვიც რო შეუძლია საჭის მართვა. 1, 2 და 3. ვა, ჯუბა გავარდა, მერე გაჩერდა, მოატრიალეს. ჯუბა გავს პატარა ციყუნიას. ო, ნიკას მანქანა ამოყირავდა. ყვითელი დროშა არა გვაქვს. არც არასდროს არ ქონია. ძალიან რთული მონაკვეთი აერჩიეს ბიჭებმა. ოპა, ნიკას კარგი შემოსვლა ჰქონდა. ეს ალბათ სიხარულის წრეებია. მანქანას გულის რევა დაეწყო. კარგად შემოუძნე. ო, ძალიან დიდი დაზიანება. ნიკამ გაასრო კარგი შესვლა, ჯუბამ არაცა და ჯუბა ამოტრიალდა. და გამარჯვებული ნიკა, გულის რევით გვემშვიდობება. ჯუბამაც გააკეთა, მაგრამ ჯუბას არაფერი გამოსდის დღეს. 2 და 3. კარგი სტარტი ჰქონდა ჯუბას. მანქანები ასე ვთქვათ, ერთმანეთს საბურავში მიყვებიან. უკვე ჯუბამ ალბათ 5 კორპუსით გაასწრო, მაგრამ ეს არაფერს ნიშნავს, რადგან ის დაიბნა. ამით ისარგებლა ნიკამ და მან ძალიან დიდი უპირატესობა მოიპოვა, რომელიც შეუძლია ამ ტურის მოგებითაც დაასრულოს, კარგად აგრძელებს, ჯუბა ჩამორჩა საკმაოდ, საერთოდაც გადავარდა და ნიკამ გაიმარჯვა. ვა, ბრძოლა უფრო დაიძაბა, რადგანაც 1-1 გახდა, ანგარიში საყაიმოა და უფრო დაძაბული, რადგანაც საბოლოო რაუნდი გადაწყვეტ ამ ბრძოლის ბედს და ამ ორ მანქანას შორის უკეთეს. ხედავთ, რომ შავი მანქანა ვერ ისვენებს, გონით სისტიტია წუხებს. ეს ჩამოუწიო? ეს. ასე? მოდი და დავიწყოთ 1, 2 და 3. ნიკა ისევ სწრაფად დაიწყო, ამბიც გონი 2 და 3 ჩქარა ესნის. ჯუბამ ყველაფერი გაიტანა, თუ რამის გატანა შეიძლებოდა. ნიკამ თვითონ შეაყოვნა, რადგან მას შვილები ყავდა, არ უნდა რომ უმამოდ დარჩენ პატარები, მაგრამ არა, ფეხზე კიდია, სახელმწიფომ გაზარდოსო. ჯუბა კი პატარა ფერია. შეჭემა რა, ასე ახდიდა მე. გიორგი, მანქანა ბობი. აუ, ჩემ დადის, ბრატ. ჩვენი მანქანები არის ძალიან გამძლე აქ ეკლაბიზიორი. როგორც ხედავს გიორგი, დედაუტი რა, აგერ მისი 45 ყიზლობა ეთქვა, მაგრამ მანქანა ყლავ დადის. ფეხსაცმელი მეგობრებო, გაცვთა თორე იტალიიდანაა გამოგზავნილი თავის პაში 40 ევროში. მესამე რაუნდს გავამეორე. მეგობრებო, ახლა უნდა გავამეოროთ მესამე რაუნდს, რადგან ცოტა ტექნიკური ხარვეზი იყო, შემთხვევით მანქანაზე დამებიჯა, შემთხვევით ხდება ხო რა თქმა უნდა. გავამეოროთ მესამე რაუნდს და ეს იქნება გადამწყვეტი რაუნდი, სადაც გამარჯვებული გამოვლინდება და მოდი დავიწყოთ. 1, 2 და 3. ნიკას ნაადრევი სტარტი ტრადიციულად აღარ გვიკვირს. ის ყოველთვის ასაჩივრებს ამ შემ გადაწყვეტილებას, მაგრამ ფეხზე კვიდია, ახლა 2 და 3. ეხა მოწინააღმდეგე. გადააგდო მოწინააღმდეგე რალიდან, რა ვიცი, ასეთი დაუნდობელი ორთაბრძოლა ქართველთა შორის არ უნდა იყოს. ძმა მოუდო ძმასა, ყისტი ნამდვილად. ო, შურის ძიება. Revenge. ვაფშე ვერ გავიგი აქ ვინ მოიგო, იმიტომ რომ
ყველამ ასე რომ ვთქვათ, გამოტოვეს, ასე რომ ვთქვათ, წრის ან გზიდან გადაუხვიეს, მოჭრეს, მიჭრეს. და ჩემი აზრით, გამარჯვებული არ გამოცხადდება, იმიტომ რომ ორივეს ჰქონდა უხეში შეცდომები, დანაკლისი ქულებში და ეს ბრძოლა საყაიმოდ დასრულდება. და ვფიქრობ, რომ კიდე ერთი რაუნდის დამატება მოგვიწევს, რომელიც მხოლოდ იქნება ერთ ლაპიანი, მეგობრებო. ანუ მხოლოდ ერთი წრის გამარჯვებული, ეს ფაქტიურად ფეხბურთში golden scores მოგვაგონებს, ერთი წრის გამარჯვებული იქნება გამარჯვებული, მეგობრებო. ამიტომ მოემზადეთ. მეგობრებო, რაღაცა ერთმანეთში ჩხუბობენ, კაციშვილი არ უსმეთ, მაგრამ მაინც ჩხუბობენ, დავიკიდოთ. ჩვენი გზა გვაქვს, ჩვენი ხედვები გვაქვს. ახლა ველოდებით მანქანების შეპაჩნიკებას, ცოტა დამტრეულია, მაგრამ პოხვი, ისინი მზად არიან გამარჯვებისთვის და ბოლო წრე, ბოლო რაუნდი, რომელიც იქნება მხოლოდ ერთ წრიანი. ამიტომ ყურადღებით უყურეთ, მოემზადეთ. 1, 2 და 3. fuck you, დასაწყისი იყო. ნიკა წინ არის, ჯუბა მოატრიალა, მეორეჯერაც მოატრიალა. დედა უტირა ჩათვალე. წააგე, შეჩემა, რა ვიცი, მოიქარა დედის ტრაკი. რა გავწიო, რა აზრია? აი, აქედან იწყებ. და აგერე ტაკები მანქანას. წარება რა თქმა უნდა. თუ გინდა წარება არის. აგერ მანქანას δεν დაიტაკო. აი გინდა რა ცოტა ვარჯიში გვინდა როგორც გადაღებაში ასევე ისე ბოლაშიდაც და შვენიერი ტურნირები შეიძლება ჩატარდეს. ჯუბა უბრალოდ პატარა ბავშვით, პატარა კუკივით იქცევა, მაგრამ არა უშავს გაიზრდება. ჩვენც აგერ რა ვიცი რა შევეძდებით ამ კომპანიას და რა ვიცი უფრო ხარისხიან პროდუქცია. დიახ, მეგობრებო, სწორს ბაზრობს ეს ბიჭი. რაც უფრო და უფრო კარგს გავაკეთებ, უფრო კაი პროდუქცია გვექნება, უფრო კარგი ხარისხი. ამისათვის თქვენი გვერდშით გამოგჭირდება. დაგვალაიქით, გამოგვიწერეთ და შემდეგ ჯუბას გავლახავთ.